დონალდ ტრამპმა უხეშად გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, რომელსაც ადრე თავად აღფრთოვანებით ეკიდებოდა. ტრამპმა პირდაპირ ტექსტში მელონის სულელ და მშიშარა ლიდერად მოიხსენია. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მელონին ტრამპი არ დაუჭირა მხარი. როცა მან რომის პაპა კრიტიკა დაიწყო და გამოაქვეყნა სურათი, სადაც ის გამოსახულია იესო ქრისტეს სახით, რომელიც ხალხს კურნავს, ეს უკვე საერთოდ რაღაც სიბნელეა. როგორც ჩანს, ასეთი თავდასხმები აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან უკვე მობეზრდათ ევროპელ ლიდერებს. და წინა დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ მოკავშირეები მზად არიან მხარი დაუჭირონ მის ქმედებებს ჰორმუზის სრუტეში. თუმცა ევროპელი ჩინოვნიკები მიუთითებენ, რომ რეალური მზადყოფნა ასეთი ნაბიჯებისთვის არ არსებობს. გამოდის, რომ ევროპელები ამბობენ, ჩვენ იქ არ ჩავერევითო, ხოლო ტრამპი ამბობს, ყველამ დათანხმდა. აქ უნდა გვახსოვდეს, რომ მანამდე ტრამპი არაერთხელ აყენებდა მათ შეურაცხყოფას და აცხადებდა, რომ მათი დახმარება საერთოდ არ ჭირდებოდა. მაგრამ ამ გამოშვებაში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ და ყურადღებას გავამახვილებთ დონალდ ტრამპის კრიტიკაზე ჯორჯია მელონის მისამართით. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ეს გამოშვება. დაწერეთ აბსოლუტურად ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი პიჩი ნიუსი. ბუმული არხზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე დონალდ ტრამპამ კაცრად გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ყოფილი პოლიტიკური მოკავშირე, რითაც კიდევ უფრო გააგრძელა განხეთქილება მისი აშშ-ის ომთან ირანის წინააღმდეგ შეუთანხმებლობის გამო და მისი კრიტიკა პაპი ლეო მე-14-ის მისამართით. ტრამპმა წინა დღეს ინტერვიუ მისცა იტალიურ გაზეთ კორიერე დელა სერას და განაცხადა ციტატა: "შოკში ვარ მისგან. ვფიქრობდი, რომ ის მამაცი იყო, მაგრამ შევცდი." და ეს უკვე საგანგაშოა. არა, საგანგაშო არ არის ის, რომ ტრამპი ვიღაცას აკრიტიკებს. ამას პრინციპში უკვე ყველა შეეჩვია. უბრალოდ ტრამპი სულ ცოტა ხნის წინ მელონის მშვენიერ ახალგაზრდა ქალად მოიხსენიებდა, რომელმაც ევროპაში ტურმით აიღო. ტრამპი კი აგრესიულად ესხმის თავს ყველას, ვინც მის სიტყვებსა და ქმედებებს არ უჭერს მხარს. როგორც კი დონალდ ტრამპს რამეზე შეეწინააღმდეგებით, მაშინვე მისგან ბინძური სიტყვების ნაკადი წამოვა თქვენს მისამართით. მაგრამ ტრამპის ახლანდელმა თავდასხმამ მელონიზე კიდევ უფრო გამოკვეთა მათი ურთიერთობის გაუარესება, მას შემდეგ რაც იტალიამ უარი უთხრა შეერთებულ შტატებს. სიცილიაზე მდებარე ბაზის გამოყენებაზე ირანში ომის ფარგლებში საბრძოლო მოქმედებებისთვის. ხოლო სამშაბათს მელონიმ გააკინა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება ისრაელთან. ცდილობდა როგორმე დისტანცირება მოეხდინა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომისგან. და აი როგორც ამბობენ, რაც მოსალოდნელი იყო, სიტუაცია პირად თავდასხმებში გადაიზარდა. კვირას დონალდ ტრამპმა კაცრად გააკრიტიკა რომის პაპი, უწოდა მას ციტატა სუსტი დანაშაულთა ბრძოლაში და საშინელი. უფრო მეტიც, ტრამპმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ასეთი რომის პაპი არ ჭირდება. ასე თქვა, ასეთი პაპი მე არ მჭირდება. შემდეგ კი პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა პონტიფიკოს. მიანიშნა, რომ ის პაპად მხოლოდ იმიტომ აერჩიეს, რომ ამერიკელია. და მთელი მსოფლიო ისე ეშინოდა დონალდ ტრამპის, რომ ყველაფერს ისე აკეთებდნენ, როგორც ის ითხოვდა. ამიტომაც დანიშნეს პაპად სწორედ ამერიკელი. ტრამპი თუ არ ჯერათ, შედით მის გვერდზე Truth Social-ში და წაიკითხეთ. ის ამბობს, რომ უბრალოდ ვატიკანში ყველა მეშინოდა ჩემი, ამიტომ თქვენს მოდი პაპად ლეო მე-14 დავნიშნოთ, რომ როგორმე დონალდ ტრამპთან შეარიგდეს, თორემ ყველას უბედურება დაგვემართება. თორემ თითქოს პაპა ლეო მე-14 არასდროს გახდებოდა პაპი. და აი მეორე დღეს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ტრამპის ეს სიტყვები მიუღებლად დაასახელა. ციტატა: პაპა არის კათოლიკური ეკლესიის მეთაური და სრულიად სამართლიანია და ნორმალურია, რომ ის მშვიდობისკენ მოუწოდებს და გმობს ომის ნებისმიერ ფორმას. როგორც ჩანს, მელონის მხრიდან ტრამპის სიტყვებთან სრულიად უდანაშაულო შეუთანხმებლობაა. უფრო მეტიც, აქ არანაირი შეურაცხყოფა არ არის. ის უბრალოდ ამბობს, რომ ასე შეურაცხყოფა რომის პაპის მიუღებელია, რადგან მოდი ვთქვათ, ის ეკლესიის მეთაურია, რისკენაც უნდა მოუწოდოს. რა თქმა უნდა, მშვიდობისკენ და ომს უნდა გმობდეს. მაგრამ არა, აქ ტრამპი თითქოს აფეთქდა. და ისიც საერთოდ ბოდიში გამოთქვისთვის თითქოს ბოლო დღეებში თავი დაკარგა. რაღაც ცუდი ხდება მასთან. და ინტერვიუში გაზეთთან. მე გავაჩინო ეს სერიალ ტრამპმა როგორც ბავშვმა განაცხადა, რომ ეს ციტატა სწორედ მელონი მიუღებელია. იცით ეს როგორც ეზოშია. შენ სულელი ხარ. არა, ეს შენ ხარ სულელი. აი ის ამბობს, ტრამპის განცხადებები მიუღებელი. ტრამპი პასუხობს, ციტატა: სწორედ მელონი მიუღებელია, რადგან მას სულ ერთია. აქვს თუ არა ირანს ბირთვული იარაღი, მოусმინეთ. და ის ირანს მისცემდა უფლებას 2 წუთში გაენადგურებინა იტალია, რომ შეეძოს. ეს რა სისულელია? ციტატა გრძელდება. მელონის არ სურს ნატოსთან დაკავშირებით დაგვეხმაროს. მას არ სურს დაგვეხმაროს ბირთვული იარაღის მოშორებაში. მოშორებაში ის საერთოდ არ არის ისეთი, როგორიც მე წარმოვმეტკინა. ის უბრალოდ ამბობს, რომ იტალია არ უნდა ჩაერიოს ამაში. თუნდაც იტალია იქ საკუთარ ნავთობს იღებდეს.
თუნდაც ამერიკა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს იტალიისთვის. ის არ ფრის, რომ იტალია უნდა ჩაერიოს ამაში. ის ცვლის, რომ ამერიკამ უნდა გააკეთოს ეს მის ნაცვლად. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა განაცხო მოკავშირეები თავის წინააღმდეგ, ნატოდან გასვლითა და გრენლანდიაში შეჭრით დამუკრებით, მისი განცხადება შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ჯორჯია მელონისთვის, როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს. აგიხსნით რატო? საქმე იმაშია, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ახლა არც თუ ისე მომგებიან მდგომარეობაშია, მას შემდეგ რაც გასულ თვეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფერენდუმზე დამარცხდა. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის ახლა ეკონომიკის შენელებასა და ენერგორესურსების ფასების სწრაფ ზრდას აწყდება. მელონი სწორედ ეძებდა გზას, რომ დისტანცირებულიყო დონალდ ტრამპისგან და ეს პირდაპირ შეტევა მას ამის შესაძლებლობას აძლევს. რომის პაპზე თავდასხმებმა და ეკონომიკურმა გაურკვევლობამ სავარაუდოდ შეცვალა ჯორჯია მელონის გათვლები იმასთან დაკავშირებით, რამდენად მტკიცე უნდა იყოს კავშირი დონალდ ტრამპთან. განსაკუთრებით მაშინ, როცა აღმოჩნდა, რომ ტრამპის მხარდაჭერა ევროპაში არაფერს ნიშნავს. ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ამას შესანიშნავად ხვდება. როგორც ჩანს, ტრამპი მის გვერდით იდგა. ყველგან მხარს უჭერდა. თავის ვიცე-პრეზიდენტსაც კი გაუგზავნა, მაგრამ ეს არაფერში დაეხმარა. და ეს ევროპაში ხომ გესმით? იგებენ, რომ ტრამპთან მეგობრობა უფრო ბონუსი კი არა, ტოქსიკურობაა და მისგან გათავისუფლება სჯობს. საბედნიეროდ იტალიაში ასე ისტერიულად არ იქცევიან როგორც ტრამპი. მელონი სხვათა შორის საერთოდ არ გამოუხატავს რეაქცია ტრამპის თავდასხმებზე. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ იტალია რჩება აშშ-ის ერთგულ მოკავშირედ, მაგრამ ეს ერთობა უნდა აშენდეს ერთმანეთსადმი ერთგულებაზე, პატივისცემასა და გულწრფელობაზე. შემდეგ მოდის ციტატა. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ, რადგან ასე იქცევიან სერიოზული ადამიანები. დღემდე ტრამპს მელონი მიაჩნდა მამაც ადამიანად და ის არ ცდებოდა, რადგან ის არასდროს იხევს უკან თავისი აზრისგან. რაც შეეხება რომის პაპს, მან ზუსტად ის თქვა, რასაც ჩვენ იტალიის მოქალაქეები ვფიქრობთ. იცით, უბრალოდ ნიჭი უნდა გქონდეს, ასე ოსტატურად რომ ჩამოიშორო მოკავშირეები. მელონი ძირითადად მხარს უჭერდა დონალდ ტრამპს, თუმცა ზოგჯერ მის წინააღმდეგაც გამოდიოდა. მაგალითად, დეკემბერში მან განაცხადა, რომ ტრამპის სადაო სტრატეგია ნაციონალიზმში მდგომარეობს. Безопасности должна стать тревожным сигналом для Европы. გასული წლის აგვისტოში, როდესაც ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში შეიკრიბნენ, რათა ხელი შეეწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთის ომის დასრულების მიზნით უკრაინის წინააღმდეგ, მელონი მაშინ ტრამპს კითხა, რატო ცდილობდა ის ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების გაზრდას. თუნდაც ნატოს მოკავშირეები დათანხმდნენ თავდაცვაზე ხარჯების გაზრდას შიდა მთლიანი პროდუქტის 5%-მდე. და ტრამპმა მაშინ ფეხი დააბაკუნა და პასუხს თავი არიდა. და მელონი მართალი არ იყო. მან თქვა: "მოусმინეთ, მოდი ვიყოთ გულწრფელები. ჩვენ დავთანხმდით, რომ ნატოს ფარგლებში 5%-ს გამოვყოფთ, როგორც თქვენ მოითხოვეთ. მაშინ რატომ ზრდით ტარიფებს? როგორ არის ეს საერთოდ დასაბუთებული?" ტრამპმა არაფერი უპასუხა. საბოლოოდ ტრამპი თავის რეალობაში ცხოვრობს. ბლუმბერგი დღეს წერს, რომ ტრამპმა განაცხადა მოკავშირეების მზადყოფნაზე. მხარი დაუჭირონ ქმედებებს ორმოზის სრუტეში. თუმცა ევროპელი ჩინოვნიკები მიუთითებენ, რომ რეალური მზადყოფნა ასეთი ნაბიჯებისთვის არ არსებობს. საფრანგეთი აპირებს ამ საკითხის განხილვას ცალკე შეხვედრაზე, მაგრამ მოკავშირეები არ არიან მზად რესურსების გაგზავნისთვის, რათა დაამკვიდრდეს მდგრადი ცეცხლის შეწყვეტა. მოლაპარაკებები ძირითადად კონცენტრირებულია დიპლომატიურ ძალისხმევაზე, რათა მოგვარდეს კონფლიქტი აშშ-ს ისრაელსა და ირანს შორის და არა სამხედრო ზომებზე. ამასთან ლონდონსა და პარიზს შორისაც კი არ არის სრული შეთანხმება შესაძლო ოპერაციის ფორმატთან დაკავშირებით, მათ შორის ამერიკელების როლზე ამ ოპერაციაში. დიპლომატები ამჯობინებენ დაელოდონ მშვიდობიანი მოლაპარაკებების განვითარებას, სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე გადავლენ. საფრანგეთი გამოდის ირანთან კოორდინაციისა და იმ ქვეყნების მონაწილეობისთვის, რომლებიც თეირანში დაძაბულობას არ იწვევენ. მაშინ, როცა ზოგიერთი მოკავშირე მიიჩნევს, რომ აშშ-ს ყოფნა სრულიად არასასურველი ფაქტორია. ამავე დროს პარიზი და ლონდონი დახდებიან, რომ საჭიროა გაეროს მანდატი, თუმცა მისი მიღება რთულდება წამყვანი სახელმწიფოების პოზიციის გამო. მაგრამ დონალდ ტრამპი კვლავ ამტკიცებს, რომ არა, თქვენ არ გესმით. ყველა ცდილობს არმუზის სრუტის საკითხში მას დაეხმაროს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ფიქრობს, სჭირდება თუ არა მათი დახმარება თუ მაინც არა. აქცენტებს დავშალოთ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვის ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა, ამ ვიდეოს აღწერაში წერია ალექსეი პიჩის არხის მხარდაჭერა. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზა, მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.